ხშირად აინტერესებთ, რა იწვევს ჭარბთმიანობას ქალებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, როდესაც მათ თმა ეზრდებათ ისეთ ადგილებში ჭარბი რაოდენობით, სადაც ის არ უნდა იყოს, მაგალითად სახეზე, ან გულმკერდზე, ზურგზე, მუცელზე და ასე შემდეგ. შესაძლებელია თუ არა ჭარბთმიანობის მკურნალობა, ისე რომ თმის რაოდენობა შემცირდეს იმ ადგილებში, სადაც ის ამოდის და ეპილაცია დაგჭირდეს უფრო იშვიათად ან საერთოდ არ დაგჭირდეთ. აქვე დავამატებ, რომ მათ ვისაც აქვთ ჭარბთმიანობა, ისინი ხშირად იტარებენ კვლევებს გარკვეულ ჰორმონებზე, იქნება ეს ტესტოსტერონი, თავისუფალი ტესტოსტერონი, თირკმელზედა-ჯირკვლის ჰორმონები, ფარისებლის და ასე შემდეგ და ხშირ შემთხვევაში ყველა ჰორმონი არის ნორმაში. ავიწყოთ იმით, რომ ჭარბთმიანობა გარკვეულწილად შეიძლება იყოს დაკავშირებული გენეტიკურ ფაქტორთან. მაგალითად, კავკასიელები უფრო ჭარბთმიანები ვართ, ვიდრე ვთქვათ, სლავები. ანუ უფრო მეტი თმა გვაქვს, უფრო მეტად ანდროგენიზირებულია ჩვენი ორგანიზმი და აქედან გამომდინარე, ჩვენს ქალებს აქვს ცოტათი უფრო მეტი თმა, ვიდრე ვთქვათ, სლავები ან ევროპელების წარმოადგენლებს. ამასთანავე ჩვენ გვაქვს უფრო მუქი ფერის თმა, განსხვავებით მაგალითად სლავებისგან ან უფრო ჩრდილოეთ ევროპისგან და მუქი ფერის თმა უფრო მკაფიოდ შეინიშნება თეთრ კანზე. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო თმიანია, შეიძლება ესე ითქვას, უფრო ანდროგენიზირებულია, ვიდრე უფროსი თაობა. რასაკვირველია, არსებობს სხვადასხვა მდგომარეობები, დაავადებები, რომლებიც ხელს უწყობს ჭარბი თმის დას სხეულზე. როგორ მკურნალობთ ჭარბთმიანობას ქალებში? პირველ რიგში ეს რასაკვირველია არის ძალიან დეტალური აკრეფა ანამნეზის, რადგან ანამნეზით შეიძლება ჩვენ უკვე დავსვათ ეს დიაგნოზი. ამასთანავე გარკვეული კვლევები, მათ შორის აუცილებელია გინეკოლოგიური ეკოსკოპია და რასაკვირველია ტესტოსტერონი და კიდევ რამდენიმე ჰორმონი. ანუ იმ დაავადებების გამორიცხვა, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ჭარბთმიანობა. ჭარბთმიანობა უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია კანის რეცეპტორების ჰიპერმგრძნობელობასთან ანდროგენების მიმართ და სწორედ ეს იწვევს ჭარბი თმის ზრდას. როგორ მკურნალობთ მას? მკურნალობა შეიძლება იყოს ორი ტიპის. ერთი, ეს არის ანტიანდროგენებით მკურნალობა, არსებობს სპეციალური პრეპარატები, რომელიც ენიშნება დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში და თმის რაოდენობა იკლებს, ნაკლები თმა იზრდება, ეპილაცია მაინც სჭირდება ქალს, თუმცა ის ამჩნევს, რომ სულ უფრო იშვიათად სჭირდება ეპილაცია და სულ უფრო ნაკლები თმა იზრდება. მეორე ტიპის მკურნალობა, ეს არის ჰორმონალური მკურნალობა, რომელიც ასევე საკმაოდ ეფექტურია და მასაც სჭირდება რამდენიმე თვიანი, დაახლოებით 5-6-8 თვიანი მკურნალობა და ამ დროის განმავლობაში ის იძლევა ძალიან კარგ ეფექტს. მკურნალობის მეთოდის შერჩევა არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია როგორც ქალის ასაკზე, ასევე თმიანობის ინტენსიურობაზე და მისი ჯანმრთელობის სხვა მაჩვენებლებზე.